62 დღის თავზე ჩვენ გვაქვს შედეგი შეერთებული შტატების კონგრესში ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, ასე ქვია, ქართული ოცნების მთავრობის არაღიარების აქტს. ვილსონია მისი ავტორი, რა შედეგია ეს 52 დღის თავზე? პირველ რიგში თავიდანვე უნდა აღნიშნო, რომ ეს არის ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძელვადიანი და ყველაზე მასშტაბური, მე ასე ჩავთვლიდი, იმიტომ რომ ამდენი დღის განმავლობაში ყოველდღიური პროტესტი ქუჩის, იმიტომ რომ სხვადასხვა დრო, სხვადასხვა ტალღა ყოფილა, სხვადასხვა პაუზით. დღეს რაც ხდება, ეს არის უბრალოდ საოცრება. მე ესე მიმაჩნია და მე მჯეროდა, რომ ჩემი ქვეყანა სადაც დავიბადე, გავიზარდე და ვაპირებ ცხოვრებას, აი ესეთი ადამიანების სახელმწიფო იყო, ესეთი მოქალაქეების სახელმწიფო იყო. იმიტომ რომ პირველ რიგში ამ ხალხისთვის თუ კი რამე არის ძალიან ღირსების მომგვრელი არის ის, რომ ისინი თვლიან საკუთარ თავს საქართველოს მოქალაქეებად და გრძნობენ არა მხოლოდ უფლებებს და იაზრებენ რა უფლებები აქვთ მათ კონსტიტუციით მინიჭებული, არამედ ვალდებულებებს, რომ ჩვენი ვალდებულებაა ქართული სახელმწიფოს დაცვა იმ კოშმარისგან, რასაც ქართული ოცნება ქვია და როდესაც სულ ამას ვამბობთ და ყველა კარგად ვიაზრებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქართველი ხალხის მეგობარი. არც რომელიმე პარტიის, არც სახელმწიფოს და არც ოპოზიციური, არც ერთი ხელისუფლების განმავლობაში ყოველთვის იდგა თავისუფლების მოყარე ქართულ ხალხთან ერთად. და რაც მათ იხილეს რუსთაველის გამზირზე და რასაც ხედავენ, ეს არის იმდენად იმედის მომცემი მათთვისაც, რომ გრძნობენ ვალდებულებას დაგვიდნენ გვერდში. იმიტომ რომ ბრძოლა 21 საუკუნეში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოში არის ამ ტიპის დაძაბულობა, ხო, რომ პუტინის იმპერიის საცეცების ბოლო გაბრძოლებებია უკრაინაში, ზოგმა სახელმწიფომ უკვე გააღწია სამშვიდობოს, მაგალითად ფინეთმა, ბალტიის სახელმწიფოები ასე თუ ისე შვიდად გრძნობენ თავს. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული სახელმწიფო იბრძვის აი სინამდვილეში ის ნარატივი, რაც აქვს ქართულ ოცნებას, ეს საპირისპიროთ არის. თუ კი ვინმეს უნდა ამ ქვეყანაში მშვიდობა, არის ეს ხალხი. იმიტომ რომ 26 ოქტომბერს, როცა ამ ქვეყანაში სახელმწიფო გაატრიალება მოაწყვეს, მაშინ დაიწყო ამ ქვეყნის დესტაბილიზაცია. თუ ვინმე შეუძლია გარანტირება მშვიდობის ეს დასავლეთია. ეს დასავლეთია და მე მიმაჩნია, რომ სწორედ ეს იყო ამ საარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა. მე საკუთარი წილი ნამდვილად არ შემაქვს ამაში, იმიტომ რომ თუ კი რაიმეს თვლიდი აუცილებლად და საკუთარი როლი შემქონდა სხვა რამდენიმე ადამიანთან ერთად, იყო რომ მიმაჩნდა, რომ ეგრეთ წოდებულ ომის ნარატივზე პასუხი უნდა გაგვეცა. რა დოზით ეს სხვა ამბავია, მაგრამ ის მნიშვნელოვანი არგუმენტაცია, რომელიც არსებობს ქართული ოცნების ბოდვების საწინააღმდეგოდ, ამის პასუხი კარაქის ფასის გაძვირება არ იყო. აი დღესაც იქ ხალხი რო დგას თავისუფლებისთვის, დგას დამოუკიდებლობისთვის, ეს თავისუფლება მოიცავს როგორც ინდივიდუალურ თავისუფლებას, ისე ამ ქვეყნის თავისუფლებას. მათთვის გიორგი ანწუხელიძის კვლელისთვის ბოდიშის მოხდა არ არის ამოცანა და როდესაც აი ესეთი ნარატივები გვესმოდა ქართული ოცნებისგან, ამაზე პასუხი უფრო მკაფიოდ იყო გასაცემი და არა მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრით. ხო, მაინც ამ არჩევნების მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ივანიშვილმა ის მოიპარა უბრალოდ შედეგები. არა, რა თქმა უნდა, ამაში არავინ არ დაობს, მაგრამ ჩვენ ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იდეოლოგიზირება ამიტომ მინდა ვიკითხო. მან შეძლო მისი ამორჩევლის, განსხვავებით ოპოზიციური ამორჩევლის. კი ბატონო, მისი ამორჩეველი მიმული ამ ომის შიშზე ცალსახად. ერთადერთი რაც ივანიშვილს დარჩენია დღევანდელ განცხადებაში, არ ვიცი დარჩენია თუ არა და რამდენად მუშაობს, ეს გასაზომია ალბათ ამ ყველაფრის შემდგომ, მაგრამ ერთადერთი რასაც ის ებღაუჭება, კვლავ ეს ტყუილში აცხოვროს საკუთარი მომხრეები, გლობალური ომის პარტია და Deep State და რომ რაღაცას დაალაგეს ტრამპთან, თუ ტრამპიც Deep State-ს დაამარცხებს. საკმაოდ აი ბოდვებშიც კი რაღაცნაირად ჰერაკლეს მითია ხო, უნდა დათესოს ეს ისე. მაგრამ აშკარად თავის ამორჩეველს ეუბნება რაღაცას. რა თქმა უნდა, ზოგადად ერთი რაღაცა უნდა გავითავისოთ. ივანიშვილი ელაპარაკება საგარეოდ მხოლოდ რუსეთს და ირიბა თუ გზავნის ხოლმე გზავნილებს რუსეთთან დაახლოებულ სატელიტურ სახელმწიფოებს. რა თქმა უნდა, აქ არავინ არ გულისხმობს ამერიკის 57 პრეზიდენტს, მაგრამ არიან ევროპაში რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც შეინიშნება პუტინის გარემოცვაში და ვნახეთ სანქციები მათ გარემოცვასთან მიმართებაში. გულისხმობთ ამ შემთხვევაში არა მარტო სლოვაკეთია, ის ორი სახელმწიფო, ხო? მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ის მნიშვნელოვანი ასპექტიც, რომ აქ საქართველოში ეს ნარატივი, რა თქმა უნდა, არის განკუთვნილი მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, საკუთარი ამორჩევლისთვის, პრიმიტიულად რო
შევხედოთ რა, როდესაც რეგიონში ორი მეზობელი ერთმანეთს ხვდება და ერთს 51 აქვს შემოხაზული, გაფრთხილად გაფერადებული ამ არჩევნებში და მაინც იხტიბარს არიტეხს რომ შეცდომა არ დაუშვია, არადა ხედავს რომ ძალადობა, კორუფცია, ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის საფრთხის ქვეშ არის, საერთაშორისო იზოლაციაში ვექცევით და თავისუფლების არავითარი გარანტია აღარ არსებობს ხო ქვეყანაში. Რაღაც მიზეზი უნდა დაუტოვოს, რომ თქვას რომ კიდე რატო აპირებს 51-ის გაფერადებას. ანუ ქართული ოცნების მთელი პროპაგანდა მდგომარეობს რაში, რომ გაგლახავ, დაგიჭერ, გცემ, რუსეთზე დაგაჩოქებ, მაგრამ ნუ მშვიდობა იქნება. და ეს არის მშვიდობა? და ვის უნდა ომი, აი ეს კაცი გვანახონ, გამოგვიყვანონ ერთი დემონსტრანტი, რომელიც ამას იტყვის. გლობალურ ომის პარტიას თავი დავანებოთ. აი, ხო ეძებენ ადგილობრივ დონეზე. ვის უნდა ეს ომი, ვის? ჩვენ გვინდა? ვისაც უნდა და გამოჩნდა თბილისის ქუჩებში საკუთარ მოქალაქეებთან ომი. ძალიან მარტივად რა, იმ ტექსტში ხო 1000 ბოდვა იყო. ყველაზე პრობლემური იყო უკრაინის აღწერა 2014 წელს, როგორ უწოდებენ, სუვერენული სახელმწიფო როცა იყო, 200 მილიარდიანი ეკონომიკა ქონდაო, სუვერენული სახელმწიფო იყო, ანუ მუდმივად სუვერენიტეტზე რო გელაპარაკებიან, გეუბნებიან, რომ იანუკოვიჩის გზა იყო ჭეშმარიტი გზა, ქრისტეს გზა. და აი ამ ვითარებაში ბუნებრივია, რომ ეს ხალხი 42 დღე კი არ გამოვა, ეხლა მეც რაღაცა სინდისის ქენჯნა მაქვს აქედან რო საუბრობ, იმიტომ რომ აქედან ეს ვალდებულება არავის სხვათა შორის არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს მადლობას უხდიან. არავითარი სამადლობელი არ არის, ეს არის ის ვალი, რომელიც მოსახდელი ყავს. ვინც ვერ ახერხებს, მე ისეთი ადამიანებიც ვიცი, რომ ვერ ახერხებს ფიზიკურად ყოფნა, სხვადასხვა ფონდში შეაქვს თანხა, ეხმარება საჯარო მოხელეებს, ეხმარება სტუდენტებს, რომლებიც სამსახურებს კარგავენ ამ პროტესტში მონაწილეობის გამო. ეს უპრეცედენტო სოლიდარობაა, ხო? ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ქართულ ხალხზე, ხო? კოლექტიური ქართველი ხალხი იტყვის თავის სიტყვას. აი ამბობს, აი ეს არის სამოქალაქო საზოგადოება და მნიშვნელოვანი რაც არის ჩემთვის, აი სუბიექტურად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ხო? იმიტომ რომ იქ რუსთაველის გამზირზე რო გადის, თუ კი ვინმე გელაპარაკებათ რომელიმე პოლიტიკური პარტიის სახელით, მე მიმაჩნია რომ შეცდომა. შეიძლება რუსთაველის გამზირს რო გადმოცდები მელიქიშვილზე უკვე პოლიტიკური პარტიის სახელით გესაუბროს ადამიანი, მაგრამ იქ იმდენად ქართული სახელმწიფოს განცდა, რომ მე ერთ მნიშვნელოვან პლუსსაც ვხედავ, რომ ამ არჩევნების იდეას, ახალი არჩევნების იდეას დაედო განსაკუთრებული ფასი. იმიტომ რომ სანამ კობახიძის ეს განცხადება გაკეთდებოდა, მოპარული არჩევნები მაინც ჩაითვალა 4 პარტიის პრობლემად. რომ ამ 4 პარტიას მოპარეს და ამ 4 პარტიამ დაიბრუნოს. რაღაცა ბევრს ჰქონდა ეს განცდა. რომ ახია თქვენზე როგორ ვერ დაიცავით, როგორ კიდე ხო, ანუ კიდე რამდენი შენ რაც არ უნდა ხიხო ეძახო, მე უცებ ამ ხიხოს რომ FSB ეხმარება და ხო ისაოცრება რომ გაყალბებული ხარ, შენ ცოტა ვერ ჩანხარ სერიოზულად. ეხლა შეიცვალა ის რომ ამ არჩევნების ფასი არის გაზრდილი თვალსაზრისით რომ გარდა იმისა რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ხელისუფლების ცვლილების მიზანი შეიცვალა. ანუ ეს არის ინდივიდუალური თავისუფლების დაცვა. ეხლა თუ არ შეიცვლება, იმაზე კი არ იქნება დავა ტექნიკური მთავრობა იქნება, არ იქნება ქარტია შესრულდება, მე შემხვდება 25 მანდატი, იმას 18, მე მინისტრის მოადგილე შემხვდება. დღევანდელი გადმოსახედიდან რო უყურებ, მარაზმი იყო ეს. აი, იმიტომ რომ ვერ შევაფასეთ ის საფრთხე, რასაც ეს კაცი წარმოადგენდა, ხო? ჩვენც დავიჯერეთ, რომ შეიძლება აი ამ დონის აფერისტმა და მოღალატემ ქვეყანაში ჩაგვიტაროს არჩევნები და როგორც 2012 წელს მიულოცეს ხელისუფლების გადაბარება, ბევრს მეც იყო დრო რომ წარმომედგინა რომ შეიძლება ისეთი სხვაობით მოგვეგო და მოვიგეთ, მაგრამ ნუ არ დაწერა ამ კაცმა ისეთი სისტემა შექმნა, რომ ბუნებრივად უფრო მსუბუქად შეცვლილიყო, მაგრამ ამავე დროს ეხლა უბრალოდ ის ტრაგედია, რაც გულისხმობს 50-ზე მეტი ადამიანის დაკავებას და იმ ფიზიკურ დაზიანებებს, რომელიც ადამიანებმა მიიღეს, ეს რომ არა, რაც ადამიანურად წარართულია. მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში ბევრად უფრო მაღალი კვალიფიკაციის ახალი ხელისუფლება გვეყოლება, რომელიც უფრო ანგარიშვალდებული იქნება ამ ხალხთან. ოპოზიციის დღევანდელი ოპოზიციის ანგარიშვალდებულება ამ ხალხთან არის გაზრდილი. და ამ ხალხსაც მეტი мотиваცია ექნება, რომ პოლიტიკურ სპექტრს როგორ ხედავთ შემდგომ არჩევნებს, ეს იქნება მხოლოდ ძველი ძალებით დაკომპლექტებული საარჩევნო პროცესი? მე მგონია, რომ შემდეგი არჩევნები, როცა არ უნდა ჩანიშნოს და მთავარი ჩვენთვის თვითმიზანია უკვე, მიზნის მიღწევის საშუალებაც აღარ არის, თვითმიზანი არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ახალი არჩევნები, რომელიც შემდგომში რაღაცა სისტემურ გადატვირთვას მოიტანს, ხო? ამ ვითარებას მე ესე ვუყურებ. იბადება ახალი საქართველო და ის რუსთაველის გამზირზე იბადება, ესე ვთვლი.
ახალ საქართველოში გადავლენ ეს არ გულისხმობს, რომ მაინც და მაინც მარტო ახალი პარტიები, ის პარტიები, რომლებიც მიხვდებიან რა ხდება დღეს ქუჩაში. და ეს ქუჩა არავინ არ გაიგოს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ღამის თევა უხარიათ მაინც და მაინც და მათი თვითმიზანი არის რუსთაველის გამზირზე ყოფნა. ეს არის საუკეთესო, ყველაზე ერუდირებული საკუთარ პროფესიებშიც შემდგარი ადამიანების რაღაც ნაკრები, რომელიც რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად როტაციულადაც დადის, როცა მნიშვნელოვანი ღონისძიება ბევრად უფრო მსხვილ მასშტაბს იძენს, ხო? ამ ვითარებას მე ესე ვხედავ, რომ თუ ახალი პოლიტიკური ძალები შეიქმნება, მივესალმები მხოლოდ და მხოლოდ ნებისმიერ გაჯანსაღებას და ახალი მოთამაშეების შემოსვლას, იმიტომ რომ უმრავლესობა, ვისაც სურვილი აქვს დღეს პოლიტიკაში ჩაერთოს, პირადად ვიცნობ, ჩემი მეგობარია, თქვენ იცნობთ, საზოგადოების ნდობით სარგებლობს და ამავე დროს არსებულ პოლიტიკურ პარტიებში მნიშვნელოვნად უნდა მოხდეს გადახალისება. და საზოგადოებრივი ნდობის აღდგენა არა მხოლოდ ადამიანებზე დგას, არამედ მიდგომებზე დგას, რომ ეს ცვლილება აღარ უნდა იყოს ცვლილებისთვის. ამ არჩევნებში მე რასაც ვხედავ და რასაც ვხედავდი და ამიტომ ვარ თამამი ამ განცხადებებშიც, იმიტომ რომ არჩევნებამდეც ამას ვამბობდი. ბიულეტენზე ოპოზიციის გაფერადების სურვილი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინას წინააღმდეგობის გაწევა არ უნდა იყოს. ანუ ვიღაცას რო გააფერადებ რაღაც ნომერს პირობითად, შენ უნდა იცოდე, რომ ამით უშვებ ბიძინას, მაგრამ უნდა იცოდე, რომ მოგაქვს რა და ეს ბევრმა ვერ დაინახა. შესაბამისად, მე მგონია, რომ უახლოეს პერიოდში საუბარია რამდენიმე კვირაზე, უკვე დაიწყება ბევრად უფრო მეტი თვითრეფლექსირება, იძულებულ ვინც თავშით გააკეთებს მეტ ელექტორალურ რესურსს შეიძენს, თუ არა და ეს საზოგადოება კიდევ ბევრს მიახვედრებს, ბევრ პოლიტიკურ მოთამაშეს და ძალას, რომ საკუთარ თავში უნდა იპოვოს ახალი შესაძლებლობები და იმ გამოწვევებს უპასუხოს, რაც არსებობს. ვინც ვერ უპასუხებს, ეს ამომრჩეველი არცად წამსვლელი არ არის და გადანაწილდება. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას უსურვო წარმატება ამ ბრძოლაში. დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც დგანან ქართულ ხალხთან ერთად და ამავე დროს ვარ ისეთი დარწმუნებული ამ ბრძოლაში, რომ გამვივარჯვებთ როგორც არასდროს, იმიტომ რომ ჩვენ მხარეს დგანან გმირები, ჩვენ მხარეს დგას ქართული სახელმწიფოს ისტორია და ჩვენ მხარეს დგას ართავარია სიმართლე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ლევან სანიკიძეს უსმენდით.